სტიპენდიების პროგრამას წელს 72 გამარჯვებული ჰყავს. წარჩინებულ 32 სტუდენტს მწვანე, ხოლო 40 აგრო სტიპენდიები გადაეცათ. შესაბამისი სერტიფიკატებით სტუდენტები სოფლის მეურნეობის მინისტრმა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა დააჯილდოვეს. მწვანე და აგრო სტიპენდიების პროგრამა უკვე 3 წელია მიმდინარეობს. მიზანი გარემოს დაცვითი და აგრარული დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაცია და მიმართულებით მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების წახალისება. ახალგაზრდები, რომლებიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში საკუთარ მომავალს ხედავენ, მწვანე და აგრო სტიპენდიების პროგრამის გამარჯვებულები გახდნენ. სტუდენტებს სტიპენდიის მიღების სერტიფიკატები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე გადაეცათ. გამარჯვებული სტუდენტები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში დაგლას უებმა და საქართველოს პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებმა დააჯილდოვეს. სტიპენდია ჩვენთვის სტუდენტებისთვის ძალიან დიდი мотиваცია. ჩემთვის მნიშვნელოვანია ეკოლოგიის მიმართულებით განვითარება და მიხარია რომ ამ პროექტში ვიღებ მონაწილეობას. სურს ჩემი ცოდნა რა თქმა უნდა პრაქტიკაშიც გამოვიყენო და რეალური სასარგებლო ცვლილებების ნაწილიც გავხდე. მე ინტერესი სფერო იყო მოხვედრილიყავი ამ სტიპენდიათა დაჯილდოებაზე და ჩემთვის ძალიან დიდი სამოტივაციო იყო რაც უფრო მეტ ჩავერთვები და ყველაფერი კარგად იქნება რა თქმა უნდა სოფლის მეურნეობის განვითარების მხრივაც უკეთესი იქნება როგორც ჩვენი უნივერსიტეტისთვის ასევე ჩვენი ქვეყნისთვის. მწვანე და აგრო სტიპენდიების პროგრამა 2022 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს გარემოს დაცვითი და აგრარული მიმართულების პოპულარიზაციას, წარჩინებული სტუდენტების მხარდაჭერასა და მათთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობის შექმნას. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ კლიმატის ცვლილებებისა და სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე ამ სფეროს გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მინდა აღვნიშნო, როგორც გარემოს დაცვის მიმართულებით, აგრევე აგრარული მიმართულებით არსებობს კვალიფიციური კადრები, რომლის წინაშე სამწუხაროდ ვდგევართ გამოწვევის წინაშე, ზუსტად ამიტომ ის პროგრამები, რომელსაც ჩვენი სამინისტროს ფორმატში ვახორციელებთ, არის მნიშვნელოვანი, რათა ხელი შეუწყოს და წაახალისოს დეფიციტურ კადრებს, შესაძლებლობა ჰქონდეთ ახალგაზრდებს, რომ მაქსიმალურად წაახალისონ და მიიღონ მონაწილეობა, მიიღონ განათლება. გაეროს განვითარების პროგრამა უკვე რამდენიმე წელია მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტთან და უნივერსიტეტებთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და არაჩვეულებრივი ინიციატივაა, რომლის მიზანია შეავსოს ის ცოდნის დანაკლისი, რომელიც თანამედროვე ეკონომიკის განვითარებას უკავშირდება. ეკონომიკა მთელს მსოფლიოში მწვანდება, მიმდინარეობს მწვანე გარდაქმნის პროცესი, რომელიც ითხოვს ახალ პროფესიულ უნარებსა და ახალი პროფესიების ჩამოყალიბებას. ჩვენი პროგრამა ემსახურება ისეთი მომავალი ლიდერების ჩამოყალიბებას, რომლებიც შეძლებენ კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებთან ბრძოლას და ასევე შეძლებენ რესურსების მართვასა და ახალი მწვანე ეკონომიკის განვითარებას. მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში სტიპენდია 72 სტუდენტს გადაეცა. 32-მა მიიღო მწვანე სტიპენდია, ხოლო 40-მა აგრო სტიპენდია. თითოეულ სტიპენდიანს 1500 ლარის ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა გადაეცა. დღევანდელი ღონისძიება იყო ძალიან წარმატებული, მეოთხე წელია უკვე ჩვენ რაც იშვიათი პროფესიების ხელშეწყობის ღონისძიებების ფარგლებში უზრუნველყოფთ აგრო და გარემოს დაცვითი სტიპენდიებით დაჯილდოებას იმ ადამიანების, რომლებსაც ნამდვილად ძალიან დიდი წვლილი აქვთ, როგორც აგრარული და გარემოს დაცვითი განათლების გავრცელების, ასევე იმ სტუდენტებისა და დაინტერესებული პირების, რომლებმაც თავისი გარკვეული წვლილი უკვე შეიტანეს. ამ ღონისძიებების შედეგად გამოიკვეთა უამრავი მიმართულება, სადაც ჩვენი ქვეყანა განიცდის მწვავე დეფიციტს საკადრო მიმართულებებით. ამიტომ მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებების გამართვა და ჩვენი ახალგაზრდების წახალისება, რათა უკვე მომავალში უპასუხოთ იმ გამოწვევებს და თანამედროვე ცოდნას, რაც ჭირდება სოფლის მეურნეობის განვითარებას. მწვანე და აგრო სტიპენდიების პროგრამა ხორციელდება პროექტის კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოში ფარგლებში. პროექტს აფინანსებენ საქართველოს მთავრობა, კლიმატის მწვანე ფონდი, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობები, ხოლო განხორციელებას გაეროს განვითარების პროგრამა უზრუნველყოფს. ხელოჩაურის მუნიციპალიტეტის